გამარჯობა. დღეს სანამ ავაწყობ საწოლის ქვევით უნდა დავაყენო დიზელის გამათბობელი, რომელიც მუშაობს დიზელზე, რა თქმა უნდა და არის ძალიან ეკონომიური რა. დიზელსაც ცოტას მოიხმარს და ძალიან ათბობს და ბენზსაც ძალიან ცოტას მოიხმარს რა. და იდეალურია ამ პატარა სახლი მანქანისთვის, იმიტომ რომ დენში შეზღუდულები ვართ და არ გვინდა ბევრი დავხარჯეთ. დეტალურად გაჩვენებთ ახლა რეები მოყვა, რა გადავაკეთე და ნაბიჯ დავაყენებ ამ დიზელის გამათბობელს. ეს არის ჩინური დიზელის გამათბობელი, ან ჩვეულებრივ ძალიან კარგად მუშაობს ჩინური დიზელის გამათბობელიც რა. ყველა თითქმის ჩინურებს აყენებს. საქართველოში ვებასტოს ეძახიან დიზელის გამათბობელებს, მაგრამ ვებასტო არა, იმიტომ რომ ვებასტოა თვითონ ბრენდი და ვებასტოს დიზელის გამათბობელი, რავი, ძალიან ძვირი იყვის 800 ევროდან იწყება, როგორც ნახე, 1200 ევროა ინცა, 1500 ევროა ინცა და ჩინურ დიზელის გამათბობლებსაც ვებასტოს ეძახიან რა. კაი, დავიწყებ ახლა ახსნას როგორ მუშაობს რა როგორ. ამ მარცხენა მხრიდან გამოდის გამონაბოლქვი დამწვარი დიზელის, მარჯვნიდან იღებს სუფთა ჰაერს და ის პატარა დიზელის შემშვები თვითონ საწვავის. აქედან თვითონ ოთახში ცივ ჰაერს ისრუტავს და აქედან გამოაქვს უკვე ცხელი ჰაერი. ესაა მთლიანად ამის ყველაფერი და იმ შტეკერზე ერთდება უკვე ის მონიტორის და პომპაც. ესაა უკვე დიზელის ბაკი, რომელიც მოყვა და თვითონ შიგნითვი აქვს რომ დაადო ნახრეტი და გაუკეთო გამომშვები, რაზეც უკვე მილი შეერთდება და ამ მილიდან გამოსული დიზელი წავა იქით. ესაა მარცხენა გამონაბოლქვის, მარჯვენა ცივი ჰაერის ასაღები და ისა რომ მიმართულება მიცე ცხელ ჰაერს, სადაც გინდა რომ დაუყენო რა. ამას საწოლის ქვეშ გავაკეთებ ამას. ეს გარედან იღებს სუფთა ჰაერს, ეს გამონაბოლქვის და ესაა გრუშტელი, ამაზე უყენდებ. ეს მოყვება რომ წერიან რამე არ შეძვრეს შიგნით, სუფთა ჰაერს რო იღებს. ეს პომპა ერთდება ჩვეულებრივ ამაზე, აკაჩავებს დიზელს და ეს კონტროლერი, საიდანაც იმართება ტემპერატურა, ჩართვა-გამორთვა და ყველაფერი. საერთოდ ამას თავის ჩასადები აქვს, რომელსაც მიამაგრებ ხეზე. ეს პატარა პულტიც მოყვა, რო არ ადგე ვთქვათ, რო წევხარ და რაც გინდა ქნა. და ეს დეტალები, ესაა უკვე მილი. ბაკიდან თვითონ ამას რომ მიეწოდოს. რა არის ეს? ამაზე მაგრდება ქვევიდან, მაგრამ მე გავაკეთებინე ესეთი ელიავაზე, რომ თლიანი ერთი დიდი ხრელით დავადო და იმაში გავაყოფინო ყველაფერი. ამ ქვევიდან გამოდის რა. აი ესეთი იყო რეალურად, სანამ ამას მივასვარკებინებდი. ელიავაზე მილიც დავამზადებინე, კტრობა მრგვალი და მაგაზევე მივასვარკებინე რა, იქ ელიავაზე. და ჯდება ესე. და ამ ათასობით წვრილი იმის არ გიწევს. ამ უთხრა რომ ერთში მილი გააყოფინო, ერთში იმაში. ყველაფერი ერთიანად გადის რა. ეს კიდე ნახაზი როგორ მუშაობს დიზელის გამათბობელი. დააპაუზეთ და მიხვდებით ზუსტად რა. რა სადაა და რა საკეთებს. პირველ რიგში ქვევიდან მივადო სად მინდა გახრეტა, ანუ სადაა კაი ადგილი გასახრეტად და აი შემოწეულიდან რამდენიმე სანტიმეტრში. აქაც მივაზომებ როგორ მინდა, შემოვხაზავ მარკერით ზუსტ ზომას ავიღებ. ეს არასწორი ზომა ავიღე მეორეჯერ, უკეთესი ავიღე ახლა. გავხრიტავ ახლა შუაში და ქვევიდან შევხედავ სწორად გამოვიდა თუ არა, სადაც მინდოდა. სწორია და მე უკვე ვიწყებ გარშემო შემოჭრას და ამოჭრას ამ ყველაფრის. ლინოლეუმი, მერე ხე, თბოიზოლაცია და ბოლოს რკინა. ლობზიკით არ გამოვიდა, გატყდა თავი და მივყევი ესე ნელ-ნელ.
როგორც თქვი ეს აქიდან იღებს ჰაერს ოთახიდან თვითონ ცივ ჰაერს და აქიდან ცხელ ჰაერს უშვებს უკვე აქიდან სუფთა ჰაერს გარედან და აქიდან გამონაბოლქვი გამოდის. ახლა ამაზე უყენდება ესეთი რეზინის ხუფივით მე ესენი მაგრდება 4-ვე მხარეს და უკვე ეს ჩამოეცმება და ეს რაც დავამაგრეთ იმაზე ბოლტები ეჭირება რომ გამყარდეს. ხამუც უკეთებთ თვითონ მოყვა ეს ყველაფერი ვამაგრებთ ჰაერის შემშვებს აქიდან უკვე გამონაბოლქვის ესეც დიზელი რომ მიეწოდოს და ამ ხრელიდან შემოგვაქვს შიგნით ეს მილი, იმიტომ რომ შიგნით იქნება ბაკი რა, დიზელს საიდანაც ჩავასხავ. ასევე მეორე ხრელს უკეთებ აქ, იმიტომ რომ გადავწყვიტე პომპა გარეთ დავაყენო, თვითონ ამ დიზელის პომპა, იმიტომ რომ ტიკ-ტიკის ხმა აქვს და არ მინდა შიგნით ისმოდეს და მაგას როგორ გავაკეთებ ყუთში რო ჩავსვავ, ცოტა ხანში ნახავთ. მაგრამ ეს ერთი ხრელი საჭირო იყო რომ კაბელი გარეთ გავიდეს პომპას რაც მიეწოდება მაგაში კაბელი შემოვა უკვე და გარეთ დაყენდება პომპა. ეხლა დავიწყოთ პომპის აწყობა, პომპის ყუთის აწყობა ჩუმი ბოქსის, რომელსაც ხმის იზოლაციასაც გავუკე. პომპას ვაყენებ ესე დახრილად და ყველა ესე აყენებს და აუცილებელია ესე დაყენდეს, იმიტომ რომ ბუშტუკები არ გაიკეთოს და ადვილად არ გაწვდეს შიგნით პომპის მექანიზმი. ამით დაყენებისას აუცილებელია რომ ესე დახრილად გააკეთოთ რა ეს პომპა დააყენოთ. შიგნიდან იგივე ხმის იზოლაციას ვიყენებ, რაც მანქანაში გამოვიყენე, მაინც შეამცირებს ცოტათი ხმას. და 4-ვე მხრიდან ერთ მხარეს ჯერ ღიას დავტოვებ, სანამ გავტესტავ რომ ვნახო ყველაფერი კარგად მუშაობს. აქ მილი შევიდა რა თქმა უნდა. ამ შნურსაც გადავჭრი, იმიტომ რომ იმ ხრელში გავაძვრინო და მე ისევ გადავობ. ამის პინებიდან ამოსმაკე შეიძლება, მაგრამ ზედმეტი წვალება. ესა მარტივი გზა გადაჭერი, მე ისევ გადააბი. იმ კუსტარულ ხრელში გავაძვრენ ახლა კაბელს, რომელიც პომპაზე უნდა შეერდეს ქვევიდან, იმიტომ გამოდის, რომ როგორც თქვი, გარედან დავაყენო პომპა, რომ შიგნით ხმა შემაწუხოს და ესე გამოიყურება რა, ერთში მილი გადის დიზელის გარეთ პომპას რომ მიეწოდოს და ერთში შნური. ეხლა აქ გერმეტიკას ვსმევ, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურას უძლებს, მაინც თავის დაზღვევის მიზნით და ყველაფერს დავსვავ გერმეტიკზე. ყუთსაც, პომპის ყუთსაც გადავატარებ გერმეტიკას ყველა კუთხეზე, რომ მაინც წყალი არ შეეპაროს და ესე გამოიყურება უკვე ქვევიდანაც გერმეტიკა წაუსვი, რომ შიგნით წყალი და მწერი და არაფერი არ შევიდეს. ესეთია ყუთი, მანდვე მივაყენებ აი ამ ადგილას და გადავაბავ
ამ შნურებს ესეთი კლემებით. ეს მე ამას ყველაფერს კარგად დავიცავ, ანუ იზოლენტას გადავატარებ ვაფშე ყველაფერს რა, ეს შნურები და რაღაცეები დაცულად რო იყოს ქვევიდან. უბრალოდ ეხლა ვიდეოში ეგ არ ჩანს. ეს არის უკვე რაც უნდა გამოვიდეს ბაკიდან. აქვს ეს 4 გასახრეტი წერტილი, მე გავხრიტავ ქვევიდან. რო წავა ეს უკვე და ვიცით რომ საკმარისია ეს ხრელი, ესე გავატარებ თხელ მავრთულს. ეს რო არ შევარდის გადავკვანძავ და თავიდან ესე გავატარებ ბოლომდე. გამოძრა თავი. გამოვიდა ესეც ბოლომდე და უკვე გადაუჭერ ბოლტს. და იქნება მყარად. ამაზე უკვე შეიძლება მილის შეერთება და დიზელი გამოვა თავისუფლად. ესეთია მაყუჩი, თავისი დამჭერიც მოყვა და დავამაგრე ესე. აუცილებელია რომ დახვეული არ იყოს რა და მუცელივით არ იკეთებდეს, იმიტომ რომ წყალი დაგროვდება აუცილებლად კონდენსატი. შევაერთე შნურები, ეს არის პომპის შნური, რომელიც ქვევით ჩადის. ეს არის კონტროლერზე რაც ერთდება. და მე იქით დავაყენებ უკვე ცენტრს რო გავაკეთებ. ესაა პლუსი და ესაა მინუსი. всё, მეტი არაფერი არა და ეს შლანგი უერთდება ამაზე, მაგრამ შლანგი სანამ შეერთდება, შუაში გავჭრი და დავაყენებ ამ ფილტრს, რომ დიზელის ბაკში რამე ჭუჭყი რო მოხვდეს, ამაზე აქ არ შევიდეს და ეს ფილტრი შეაგავებს. ეს დიზელის გამათბობელი მუშაობს 12 ვოლტზე, მაგრამ ჩემ სისტემაში 12 ვოლტზე ადგილი არ დამრჩა, ამიტომ 12 ვოლტს გადავიყვან 220 ვოლტზე ამ დრაივერით. ეს ვიყიდე დიღომში 90 ლარი ღირდა მგონი 200 ვატს უძლებს. დამაგრძელებელს მოხსენი პლუსი მარცხნივ ვამაგრებ, მინუს მარჯვნივ, მაგრამ ესე ვერ გაიგებ შტეპსელში, სადაც მოდის პლუსი მინუსი, ზუსტად ისე უნდა შეერთდეს რა. და მარჯვნივ უკვე ორი მოწყობილობის დაერთება შეიძლება. ჩავასხათ დიზელი. წავიდა გატესტვის დრო. ცოტა ჩალიჩი და მანქანის ქვეშ პომპასთან ძრომიელის მერე მივხვდი როგორ უნდა ავამუშაო ეს პომპა რა. ყველას აქვს სხვადასხვანაირი პომპის ამუშავება რა. პომპა უნდა ამუშავდეს სანამ ეს ჩაირთვება, რომ ლუბრიკაცია ქონდეს შიგნით და ესე ხალასოიზე არ იმუშაოს და რა და არ გაფუჭდეს. ამიტომ აუცილებელია თავიდან ეს მილი გაივსოს, აქამდე მივიდეს საწვავ. რამდენიმე სანტიმეტრი რო იქნება დარჩენილი, მერე უნდა გაითიშოს პომპა და მერე უნდა ჩაირთოს უკვე ეს. მაგრამ ესე ცარიელი როა და პომპა არ მუშაობს, ვერ იზავს ვერაფერს. ამიტომ არის ბევრი მეთოდი ამის ამუშავების. ყველა კონტროლერზე სხვადასხვანაირია და ყველა ჩინელი სხვადასხვანაირად აკეთებს რა. ერთი მეთოდია სეტინგის და ქვედა ღილაკის დიდი ხანი დაჭერა და ოფს რო ამოაგდებს მერე
ზედა ისრით ონზე გადაიყვანთ და ავტომატურად დაიწყებს პომპა კაჩაობას ავა იქამდე ბოლომდე. ეგაა ყველაზე ადვილი და კაი მეთოდი, მაგრამ ამას არ აქვს. ამ ზოგს აქვს, ზოგს არა რა. მეორე მეთოდია ზედა და ქვედა ღილაკზე ერთდროულად დაწყოლა და მექანიკურად მართვა სანამ არავა ბოლომდე და ეხლა ამას როგორ აღმოაჩნდა რა, ნახე. დიდი ხანი დავაწვევით ჩართვის ღილაკს და უნდა გადავიდეს ეს რპ-ზე. რპ-ზე გადავიდა, აუშვებ, 20 დაეწერება და მე ამ ღილაკით უნდა დავაწვეთ 20. აი, დაიწყო კაჩაობა. პომპას ნახე რამ ხელა ხმა აქვს. წაიღო საწვავით. აი, მაგიტო დავაყენე შიგნით ეს 5 რო კიდე აქიდანაც რომ მივაყენე, თითქმის ხმა ვაფშე აღარ ექნება. ამ მილში რო გამოვა უკვე. მივცეთ ოფია იქიდან. ღილაკი. შევიდა აქ, გაივლის პომპაში და დიზელის გამოთბობელთან რომ მივა უკვე გავტიშოთ. მაგრამ ესეთი ხმა არ ექნება ხოლმე მუშაობის დროს, იშვიათად დატიკავს. ჩავიდა და სია გავტიში. 20 ნაცვლად დაწერია 15, იმიტომ რომ დაახლოებით 5 წუთი დაჭირდა ამის შევსებას. ეხლა ჩვეულებრივ ჩავვრთოთ გამათბობელი. დაახლოებით 1 წუთი დაჭირდება ესე პროსტა რომ იმუშაოს და მერე უკვე დაიწყებს ტიქს პომპა. დაიწყო ტიკ-ტიკი, პომპა მუშაობს. მაგას ნიშნავს. დაიწყო თბილი ჰაერის გამოშვება. ძალიან მალევე. დღევანდელი ვიდეოც ჩაიხურა. დავაყენე დიზელის გამათბობელი, ესე იგი რაზეც ვფიქრობდი რომ ამას ისე მოვრჩები, ყველაფრის რო ძალიან გაიწელა რა. მარტივი ჩანს, არა ერთ დღეს ის არ გაქვს, მეორე დღეს ის არ გაქვს. დამჭირდა 3 დღე. ერთი დღე ელიავაზე სიარულში რო ის საიდანაც ის ჩადის იმის სტრუბა გამეკეთებინა და მე კემპით დაესვარკებინა ვინმეს კემპის ძებნაში. მორჩა დღევანდელი ვიდეოც, დაყენდა დიზელის გამათბობელი და მუშაობს ძალიან კარგად და ძალიან თბილა. აი სასწაულად ცოტა დენს იყენებს. 30 ვატი. აქედან 7 არის ნათურების. ანუ 23 ვატს იყენებს ახლა ესე ჩვეულებრივ მუშაობაში რა, თავიდან ადის 100 ვატზე რო ირთვება. პომპა მაინც ყველაფერი ერთიანად რო იმაშვება და მე ძალიან ცოტა დენს იყენებს. ახლა არის 14%-ზე ეს EcoFlow და ნათურები და ეს რო იყოს ჩართული 8 საათი იმუშავებს. ანუ ძალიან მაგარია. რაც მეგონა რომ მალე გავაკეთებდი რაღაცე, ბევრი დრო გავიდა და ძალიან გაიწელა რაღაცეები, იმიტომ რომ ესე რო უყურებდი მარტივად ჩანს რა უნდა ამოჭერი, ჩადე, დააყენე, ჩართე. მაგრამ მომინდა 3 დღე. ერთი დღე დამჭირდა ელიავაზე სიარულში, რო ის მიმესვარკებინა და კემპზე ვინც ასვარკებდა მეპოვა და კემპით აეყვანათ, იმიტომ რომ ის ისეთი მეტალია რომ ჩვეულებრივი სვარკით არ დასვარკდებოდა. მეორე დღეს ახლა ამოჭრები და რაღაცეები, იმიტომ რომ კარგად ვეჩალიჩე რა. მე ბალგარკითას მივდექი ბოლოს რომ ადვილად ისმექნა. მეორე დღეს ეგ ამოჭრა, ჩაყენება, გერმეტიკაზე დასმა, პომპის იმის გაკეთება, ყუთის გაკეთება, რომ ჩუმი იყოს. და დღეს მაგალითად ამაზე გამომიწია გასვლა, ეს ვიყიდე 220-დან 12-ზე რომ გადაიყვანოს და შეერთება ამ ყველაფრის და გატესტვა რა და ამუშავება.
3 დღე დამჭირდა, როცა ვფიქრობდი, რომ 4-5 საათის საქმე იყო რა. კისერიც გამიშეშდა მანქანის ქვევიდან წოლით და ესე დაჭიმული ყურებით და ეგა. ნენელა უკვე ფინიშში გავდივარ, სადღაც ეხლა არის თებერვალი. 1-2 კვირაში წესით უნდა მოვრჩე რა ყველაფერს. წესით ნაკლებშიც, მაგრამ მირჩევნია ნელა ვიმუშაო და კარგად დავგეგმო კიდევ დაგეგმილი მაქვს, მაგრამ კიდევ უკეთესად დავგეგმო და ვნახო რა როგორ. თან გასქურა ერთი რაც გამოვწერე და ჩამომივიდა, ის არ მაწყობს, არ მუშაობს კარგად. ახლიდან მომიწია გასქურის ყიდვაც და სადღაც 5-6 მარტისკენ უნდა ჩამოვიდეს. არხი გამოიწერეთ რა გთხოვთ რა. სიო, ბევრი რაღაც ჩავტიო ერთ ვიდეოში და ძალიან ნაწილებად არ დავყო, მაგრამ ეხლა ესეთი თემა იყო, რომ სახლმანქანასაც რო არ აკეთებდე და რაღაც შეიძლება პროსტა გინდოდეს ამის დამონტაჟება და გადავწყვიტე ცალკე ვიდეოდ გამეკეთებინა ეს, რომ ვინმე ჩაწერს დიზელის გამოთმობილის ინსტალაცია, იპოვოს რა სახლი მანქანა სერია 8 და 10 და 12 აღარ დაჭირდეს და ძებნა და გადახვევები. ინფორმაციულიც სად ეყოფილიყო, არ ვარ პროფესიონალი და მე რაც ვისწავლე და მე რაც მოვიძიე, ისე გავაკეთე და გამოვიდა. მუშაობს გიჟივით. ახი 214 გრადუსია ახლა შიგნით და ძალიან ცხელს უბერავს რა. ეს ახლა რო დააყენებს 1 საათში სითბოს გათიშავ და ალბათ მთელი ღამე ესეთ სითბოში იქნები, აღარ დაგჭირდება არაფერი. იმიტომ რომ თბოიზოლაცია კაი გავაკეთე. შემდეგი ვიდეოდან უკვე ჯერ აგავაწყობ პანელს კი არა, აქ ავაწყობ კარადასავით, სადაც მაცივარი იქნება. ზევით ელექტროობა, ეკოფლოუ, ეს დრაივერი, ფიუზ ბოქსები, ყველაფერი და გამოსაშლელი საწოლი. ეგ იქნება ერთი სერია და მაგის მერე იქნება ბოლო სერია, სამზარეულო, სანტექნიკა, საშხაპე, ყველაფერი და შენი სხვა დეტალი. არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ რა. და რამე კითხვა თუ გექნებათ ნებისმიერ რამე ვაფშე ყველაფერზე მომწერეთ. სადაც გინდათ რა, ნებისმიერ თემაზე, ან დღევანდელ ვიდეოზე არა, ან წინა ვიდეოებზე, ან მომდევნო ვიდეოები, რაც იქნება ნებისმიერ თემაზე, შეგიძლიათ ვკითხოთ რამეს კარგად თუ ვერ ახსნი, იმიტომ რომ ახსნაში კარგი ვერ ვარ ხოლმე რა. ეგა, ჩაო.